ქურდი არ არის საშიში. ქურდი საშიში ხდება მაშინ, როცა პოლიტიკოსთან შედის ის კავშირში და შედის ურთიერთობაში. და ის პოლიტიკოსიცაა საშიში, რომელიც ქურდთან შედის ურთიერთობაში. საქართველოს ასე ცხოვრობს ამდენი ხანია და იმიტომ ვართ ამ მდგომარეობაში. ფული აქვთ ქურდებს და ფული აქვთ მდიდარ მონებს ხელისუფლებაში. აბა ვინმე მწერალი მილიონერი გინახავთ? ეს მწერლებიც და ისინი გაიგდეს ფერფლე შეგლა ხელისუფლების წარმომადგენლება და 1 საათიანი მადლობების სიტყვები აქვთ რაღაც იმაზეც ბიუჯეტის ფულს დახარჯავენ მათთვის ვეღარ ჩერდებიან უკვე მადლობის სათქმელად ეს ბრეჟნევის ეპოქას თუ რამე გადააჭარბებდა ვერ მეგონა და არ მეგონა იმაზე უფრო მეტად აქებენ ვიდრე ბრეჟნევის დროს აქებდნენ მაგრამ ბრეჟნევის დროს ერთ კაცს აქებდნენ მაინც ის ბრეჟნევი იყო და აქ აქებენ ყველას ვინც ხელისუფლებაში კარის კაცი რო არის იმის ხება შეუძლიათ რომ აი კარის კაცი იმ დრო კარებში რო შეგვიშვა თორე ცუდად იქნებოდა საქმეო